დღევანდელი პარლამენტს ხედავთ ხო თქვენ როგორ უღიმღამო უჩვირპირო გინდა კეფით დააყენა გინდა სახით დააყენა მაინც ერთნაირად გამოიყურებიან თქვენ თუ წარმოგიდგენიათ აი ეს 22 კაცი რო შევსულიყავით ну დაანგრეული გვექნებოდა იქ ყველაფერი პასუხის გამცემი არ აყავთ ნაცებს ამ პარლამენტში და მე რატომ ვთვლი რომ ჩვენ რო შევსულიყავით იმ პარლამენტში დიდი ხანი უკვე უმრავლესობა გახეთქილი იქნებოდა იქ იმიტომ რომ იმ პარლამენტში არიან დეპუტატები რომლებსაც პოლიტიკასთან აფერისად თუ არა მაგრამ განსაკუთრებით მაჟორიტარებს გულისხმობ შეიძლებოდა მათი გადმობირება თავისუფლად შეიძლებოდა იმიტომ რომ უმეტეს მათთაგანს ესმის რომ ესენი ცუცაფრაში არიან გარეული მე ვთვლი რომ ის 22 კაცი ჩვენ შევსულიყავთ და ეს ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა სხვა სურათი გვექნებოდა ჩვენ დღეს და სხვა ვითარება გვექნებოდა ამას ვთვლი რომ ეს შეცდომა ალბათ კიდე თუ მუზარ ნაჭყებია მიშა სააკაშვილი მიმაჩნია საქართველოს მტრად თუ ამაზე სიზიარებთ მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ მტრის დამარცხება საარჩევნო ბიულეტენში ჩვეულებრივად მტერი უნდა დაამარცხო გარკვეული წესებით ხო ზოლის ველი აღმოჩნდა რომ რუსთაველის გამზირი არა რუსთაველის გამზირზე მოგვერია ყოველთვის ჩემი ძვირფასობა ხო ხედავთ რა მოგვერია ხა ცით როგორ არის ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ შეკვდომასა და შეძრომას შორის ქართული პოლიტიკური სპექტრი რატომღაც ასე იყოფა რა საკმაოდ პრიმიტიულად ყოველ შემთხვევაში სტერეოტიპია რომ ან უნდა შეაკვდეს სააკაშვილს ან უნდა შეუძრე შუაშია მოსაძებნი რა ბრძოლის ველი იქნება არა რუსთაველი არამედ 3500-ის არჩევნო უბანი მე არ მჯერა იმ ადამიანების რომლებიც მიმტკიცებენ რომ მოდი რევოლუცია მოვაწყოთ შეიარაღებული რაზმები მოვაწყოთ შევიარაღდეთ აჯანყება გამოვაცხადოთ დაუპირისპირდეთ მსოფლიოს და ასე შემდეგ და მე იგივე კაც მეუბნები კაცო შენ არჩევნებს მოუგებ ამასო თუ არჩევნებს ვერ უგებ საარჩევნო ყუთთან ბრძოლის ველზე როგორ მოვერევით ჩემო ძვირფასო იცით როგორ არის საქმე მოდი ასე შეკითხვას დავსვამ რა ყოველთვის რაღაცა ქმედება შედეგი მოსდევს ხო და ახლა შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქე ამაზე არ ფიქრობდეს თუმცა ევალება რომ ამაზე იფიქროს მაგრამ პოლიტიკოს აქვს პასუხისგებლობის საკითხი თქვათ ავჯანყდით დღეს ჩვენ დავამარცხეთ სააკაშვილი რაც ძალიან ეჭვმეპარება ახლა ჩვენ შევქვნათ რაღაცა რაზმები შეიარაღებული მე შეიარაღებულ აჯანყებას გულისხმობ ამ შემთხვევაში და ეს ვერ გაიგოს ვალო მერაბიშვილმა ვერ გაიგოს სააკაშვილმა და ასე შემდეგ ეს ნაკლებ შესაძლებელია ხო მაგრამ დაუშვათ დავამარცხეთ სააკაშვილი და რა ვითარება გვაქვს თუ ჩვენ ხარდაჭერა მე მესმის რომ ძალიან სერიოზული ანტიდასავლური განწყობებია ქვეყანაში და მე ვეთანხმები ამ განწყობებს ხოთეშვილი შინაგანად მეც ამ სკოლაზე ვარ იმიტომ რომ დასავლეთმა ძალიან სერიოზულად შეუწყო ხელი სააკაშვილის დიქტატურას საქართველოში თუმცა ისინი თავისას მოიმკიან ამის გამო ხო მაგრამ გაუშვით სააკაშვილი და საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა 10 მილიარდი გვაქვს ხალხო გადასახდელი ჩვენ რომ მოგთხოვონ ამ 10 მილიარდის გადახდა ვიცხრან რომ კარგი ხალხი ხართ ქართველები ძველი ისტორია გაქვთ ჩვენერი ხალხი ხართ დიდი კულტურული მემკვიდრეობა გაქვთ მაგრამ ძვირფასო ქართველები 10 მილიარდი გაქვთ გადასახდელი როგორ ვიხდით ჩვენ ამ ვალს ეს ვალი მე არ დამიდია ამ ქვეყნისთვის მერწმუნეთ $1 არ მიზარალებია მე ჩემი ქვეყნისთვის. ხო? როგორ ვიხდით? ახლა შეიძლება ვიღაცა მითხრა ჩვენ ხო არ აგვიღია ეს ვალი სააკაშვილმა აიღო და არ აინტერესებთ იმათ ეს ვინ აიღო. ჩვენ ხო ვითმენდით ამ ხელისუფლებას. ხო ვითმენდით იმ კონცერტებს სადაც 3 მილიონს, 4 მილიონს, 5 მილიონს იხდიან. ხო ვითმენთ სააკაშვილის იმას რა ქვია მასაჟისტებს 300,000 რო უხდის. ესე ვითმენთ, ხო? რახან ითმენ, ესე იგი ამართლებ, ნაწილობრივ. მოგთხოვენ ამ ვალის გადახდას, როგორ ვიხდით? ერთადერთი შანსი გვაქვს. ორ კვირაში საქართველოში პური არ გამოწყვება და საუნდა წავიდეთ, მუხლებში უნდა ჩავუვარდეთ რუსებს და ერთი თვის პურის მარაგში უნდა გადავცვალოთ აფხაზეთ და ცხინვალს. გვიფიქრია ჩვენ ამაზე.
ჩვენ თუ არ გვექნა საერთაშორისო მხარდაჭერა, აი დღეს ახლა ხო ვისაც არ ეზარება, ყველა აგინებდა ჯერ რვიანს. მერე აღმოჩნდა რომ გაყიდულები ხართ სულ ყველა შეკრული ხართ ხელისუფლებასთან. მერე აღმოჩნდა რომ ექვსმა პარტიამ უარი თქვა რაღაცებზე, ხო? ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. აი ამ პოლიტიკურ პროცესს, რასაც არჩევნო გარემოთი ამ ხელისუფლების არჩევნებით ხელისუფლების გაშვება ქვია. ამას აქვს ხარდაჭერა ძვირფასო მეგობრებო ქვეყნის გარეთ. $300 მილიონ ხარჯავს სააკაშვილი. საგარეო პიარზე 1000 ლარი არ დაგვჯდობია ჩვენ ისე გადავუმსხვრიეთ ესა. თუ დაუკვირდებით, როცა ახლებმა და ქრისტიან დემოკრატებმა ხელი მოუწერეს ამ ხელისუფლებას იმ დოკუმენტზე. სააკაშვილმა რატო ქნა ესა? მას უნდა გაეფორმებია ეს რომ აი ოპოზიცია და ხელისუფლება შევთანხმდით. საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეთქვა. არავინ არ აღიარა ეს შეთანხმება. არავინ არ თქვა რომ ეს არის პრინციპული გარღვევა საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით და აი ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა. რატო არ დაუდასტურეს ეს შეთანხმება სააკაშვილს? რა შეასაბა? ჩვენ ვერ ვიქნებით იზოლირებული ქვეყანა. ძალიან ხშირად გაიგებთ ხოლმე ახლა ჩვენი ამბობენ ხოლმე ჩვენი ადამიანები რომ დავიღალეთ არ გვინდა არც რუსეთი არც ამერიკა. ცით როგორ არის საქმე? ჩვენ თვითქმარი ქვეყანა ვერ ვიქნებით. ჩინეთიც კი არა თვითქმარი ქვეყანა. ჩვენი ფორმულა უნდა იყოს რომ ამერიკაც და რუსეთიც, დასავლეთიც და რუსეთიც, სამხრეთიც და აღმოსავლეთიც უნდა გამოვიყენოთ შესაძლებელია ეს. ჩემო ძვირფასებო, ახლა დავით აღმაშენებელი ყველას გვიყვარს და ყველას გვეიმედება მისი მაგალითი, ხო, მაგრამ ჩვენ ცოტა სტერეოტიპული წარმოდგენა გვაქვს ამ გვინოსანზე, რომ აი ქართველების 90% გონია რომ დავითი იმიტომ იყო ძლიერი მეფე რომ ყველას ერეოდა ბრძოლაში. არ იყო ეს. ის იყო ყველაზე ჭკვიანი და რაც მთავარია, მან ძალიან კარგად გამოიყენა საგარეო ფაქტორი. უგულისხმობ ჯვაროსნების ლაშქრობას. ახლა აღმოსავლეთში ხო? შეგვიძლია ჩვენ საგარეო ფაქტორები გამოვიყენოთ, თუ არ შეგვიძლია. ეს არ ჭკუის საკითხია. არ დაიჯეროთ თქვენ რომ რახან ამერიკა ყველაზე დიდარი ქვეყანა, იქ ყველაზე ჭკვიანი ხალხი მართავს ქვეყანას. ახლა ჯორჯ ბუშის სულელი ადამიანი არ დაკის დედამიწაზე. ჩვენ დაგვჩემდება არასრულფასოვნების კომპლექსი. შეიძლება რომ ჭკუით ვიმოქმედოთ. აი მარტივ ამბავს გეტყვით, ხო? სად რა უნდა ვილაპარაკოთ, ეს უნდა გავარკვიოთ. ამერიკაში როცა ჩადის ქართველი ადამიანი, მან არ უნდა ელაპარაკოს ისტორიულ სამართლიანობაზე აფხაზეთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მათ ისტორიულ სამართლიანობა არ აინტერესებს ხალხს. თვითონ არიან იმ ქვეყანაში მისულები, ხო? ამერიკელს სხვა ენაზე უნდა ელაპარაკო. მას უნდა უთხრა, რომ აფხაზეთი თამარის და დავითის საქართველოს შემოდიოდა, ეს მისთვის არგუმენტი არ არის. ამერიკელს უნდა უთხრა, რომ აფხაზეთში 250,000-მა ქართველმა ქონება დაკარგა, იმიტომ რომ ამერიკელისთვის ქონების დაკარგვა არის ნომერ პირველი პრობლემა. და მაშინ გაიგებს. რუსეთში რო ჩავალთ, ქონებაზე კი არ უნდა ველაპარაკოთ, უნდა ველაპარაკოთ, რომ აი ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. ერთი ფასეულობების ბიზანტიური კულტურის მემკვიდრეები ვართ, დიდი კულტურა იყო, ხო, ბიზანტიური კულტურა. ყველას თავის ენაზე უნდა ველაპარაკოთ. ჯვალოს პერანგით უნდა ვიაროთ ხალხში, ქვეყნის შიგნით და ჰალსტუყი და კოსტიუმი უნდა გავიკეთოთ ქვეყნის გარეთ. და მე ცოტა ძნელი წარმოსადგენელი ვარ ამ ამბავში, რომ არავის არ გინახილოს ჰალსტუყში, მაგრამ ასეა საჭირო და არა პირიქით. მცირე ერებს ასე უწევთ ხოლმე, ჩემო ძვირფასო. მცირე ერებმა გაცილებით უფრო მეტი გონება და გამჭრიახობა უნდა გამოიჩინონ, ვიდრე დიდმა ერებმა. დიდი ერებისთვის გადაშენების და გაქრობის პრობლემა არ არსებობს. ჩვენთვის ყოველთვის ადგას ასეთი პრობლემა და სულ იდგება ეს პრობლემა. და ჩვენი წინაპარი ახლა ჩვენ მაინც ისევ ვიმეორებ სტერეოტიპული წარმოდგენა გვაქვს ჩვენს ისტორიაზე, რომ საქართველოს ისტორია არის ომების ისტორია. არ არის ომების ისტორია მარტო ჩემი ძვირფასო. ძალიან დიდი დიპლომატიის ისტორია. აი მე შეგეკითხებით ერთ ამბავს. გიორგი ბრწყინვალე ყველა ვიცით. მისი
მისი მოგებული ბრძოლის სახელი იცით რომელია? აი რომელ ბრძოლაში გაიმარჯვა. არ იცით, იმიტომ რომ არ ჩაუტარებია ასეთი ბრძოლა. ჭკუით და დიპლომატიით მოიშორა მსოფლიოში პირველმა მონღოლური უღელი. ისტორია ბევრს გონია თარიღების რახარუხი, არავითარ შემთხვევაში ანალიზია საჭირო. როგორ მოახერხა იმ კაცმა ფაქტიურად წვეთის სისხლის დაღურის გარეშე მონღოლების მოშორება. ეს იცით როგორი პრობლემა იყო? სააკაშვილის ბატონობა და მონღოლების ბატონობის შედარება რო არ შეიძლება ხო იცით? როგორ მოახერხა იმ კაცმა? აი ეგ არის. და პრეტენზიული განცხადება შეიძლება იყოს, მაგრამ ეგ ვიცი ზუსტად მე ბუბასამიგიძე, როგორ მოიშორა მან ეს. და ეს გამოსაყენებელია ხო 21 საუკუნეში. როგორ შეიძლება საფრთხეების თავიდან აცილება გლობალური მასშტაბით. როგორ შეიძლება ქართული საქმე ვაკეთოთ ისე რომ ვერავინ ვერ შემოგვედაოს. როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობა ფეხზე დავაყენოთ, როგორ შეიძლება მთა ავაღორძინოთ, როგორ შეიძლება დემოგრაფიული პრობლემა მოუხსნათ, ისე რომ ვერავინ ვერ შემოგვედაოს. და მთელი რიგი პრობლემები. როგორ შეიძლება რუსებთან დავალაგოთ ურთიერთობა ისე რომ ამერიკელები არ გაგვიბრაზდნენ და ასე შემდეგ. და მე მგონი არ არის ეს მნიშვნელობით მეათეხარისხოვანი საკითხები, რაზედაც მე გესაუბრებთ ახლა. აი ამაშია საქმე. მადლობთ. შემდეგ შეკითხვა. ეს რამდენიმე შეკითხვა ერთად. ცალ-ცალკე თუ როგორც თქვენ მოგიხსენეთ. კითხვა პირველი, არის თუ არა მიშა მტერი? მტერია, რა თქმა უნდა. მტერია, მაგრამ მტერს უნდა მოექცე როგორ? ცით როგორია, ძალიან ბევრი ამბობს, რომ აი როგორ შეიძლება დიქტატორთან არჩევნებით მოუგო და ბევრი მაგალითია ამის შემოგარდება, ხო შორს არ წავალ, შუა საუკუნეებში არჩევნები არ ტარდებოდა. აგერ უახლოესი წარსული. ჩილეში მოხდა ასე. მტერი იყო დემოკრატიული ძალების პინოჩეტი, იცით ხო თქვენ? დემოკრატიული პარტიები გაურიგდნენ, კი არ გაურიგდნენ, მოურიგდნენ, კი არ შერიგდნენ. მოურიგდნენ, გარიგდნენ ამაზე რომ ჩატარდებოდა რეფერენდუმი ქვეყანაში. ჩატარდა და წააგო პინოჩეტმა. ასე იყო ესპანეთში ჩემო ძვირფოსებო. იცით როგორ არის საქმე? სააკაშვილსაც დაველაპარაკები და ისე კი არა ჩუმჩუმად ზოგიერთები რო ხდებოდა. ხიად. ოღონდ დაველაპარაკები ჩემს ბედნიერებაზე კი არა როგორც ხვები შვებოდნენ. არამედ საქმეყნო პრობლემებზე. იქამდე მიმაყვანია საქმე, რომ სააკაშვილთან ლაპარაკს ჰქონდეს საუბარი ერთადერთი პირობით, როგორ მიდის ხელისუფლებიდან. და არა ის, რომ მე ბედნიერება მომიწყოს და ჩემს ოჯახს. მერწმუნეთ ამის პრობლემა ეროვნული ფორუმის არც ერთ ლიდერს არ ქონია არასდროს ბედნიერების მოწყობის. და თქვენ როგორ გონიათ ახლა? ხელისუფლების ამბავი ხო იცით? ხელისუფლება ცდილობს გაურიგდეს მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს. ხა წვრილი ფეხები მას არ აინტერესებს. და ფორუმი ახლა ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს, ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ორგანიზაცია. თქვენ როგორ გონიათ? არ ქონდა ამ ხელისუფლებას ცდილობა რომ ფორუმთან გარიგებულიყო? მე საიდუმლოსაც გეტყვით, ჩემო თავაზება იცით რა ქონდა? გავყოთ ხელისუფლება და დანარჩენი პარტიები გადავაგდოთ. და უნდა გვექნა ეს ჩვენ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ უნდა გვექნა, აი მან მოიკითხოს მოღალატე თავის თავში. შემდეგი არის კი მასმედია თავისუფალი სიტყვის და აზრის ელემენტარულად სიმართლის გამავრცელებელი. ნაწილობრივი. რამდენიმეა და ბოლო შეკითხვა აი ამ ციკლში მოკლედ არის გამაერთიანებელი ამ შეკითხვებიდან გამომდინარე. შერჩა კი ოპოზიციას მთლიანად ხალხის ნდობის მანდატი. კითხვა მეოთხე, არის თუ არა ქვეყანაში თავისუფალი მასმედიისა და ოპოზიციის არსებობა ამ ქვეყნის დემოკრატიულობის და პრეზიდენტის დემოკრატობის მაჩვენებელი. მეხუთე, არის თუ არა ჩვენს ქვეყანაშიც მიშიკა მტრის დასაყრდენი, ანუ მისი დემოკრატობის გამправებელი ოპოზიცია და მასმედია. კითხვა მეექვსე, თქვენი აზრით რა მოხდება თუ მტერს დასაყრდენს გამოვაცლით, თანაც ორივეს. აქ მისმავა ოპოზიცია და მასმედია. ეს ბევრი შემადგენელისგან შედგება, ამიტომ მოდი ცალ-ცალკე გამიმეორე და გავცნობოთ.
მეშვიდე ბოლო შეკითხვა. ხომ არ დგას დღის წესრიგში საკითხი, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეწყვიტოს საქმიანობა და გათითო კაცებულად ჩადგნენ აქტიური საზოგადოების რიგებში, რათა დახმარება გაუწიონ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საქმეში. და დაუბრუნდებით თავში, ხო? არის თუ არა მიშა მტერი, არის კი მასმედია თავისუფალი სიტყვის და აზრის ელემენტარულად სიმართლის გამავრცელებელი. ხო, მორჩი. შერჩაკი ოპოზიციას კლიანად ხალხის ნდობის მანდატი. თავში პირველი მითხარა. არის თუ არა მიშა მტერი, ამაზე რა თქმა უნდა, მტერია და ამაზე ვისაუბროთ ახლა. გარკვეულია ეს პოზიცია ჩემთვის და ძალიან გამარტივებულია რა. არის კი ნაცმოძრაობა არ არის ოპონენტი პოლიტიკური ორგანიზაცია. ოპონენტი პოლიტიკური ორგანიზაცია რო არის საკითხები, რაშიც შეიძლება დაეთანხმო ან დაეთანხმო. ნაცმოძრაობა არის სახადი ჩვენი ქვეყნის. და ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს, როგორც მოვლენა. იმიტომ რომ შემდეგ ვინმეს აღარ მოეხუშტუროს ნაცმოძრაობის მაგვარი გახდეს ამ ქვეყანაში. აი როგორც ფაშიზმი გასამართლდა, ისე უნდა გასამართლდეს, მე წევრებზე ავლაპარაკობ. თვითონ მოვლენა ნაცმოძრაობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. არის კი მასმედია თავისუფალი სიტყვის და აზრის ელემენტარულად სიმართლის გამავრცელებელი. ნაწილი არის, ნაწილი არ არის. დიდი ნაწილი კონტროლირებადია ხელისუფლების მიერ, ახალ საფრთხეს არ ვამბობ, მაგრამ არის მაინც შეუპოვარი მედიის ნაწილი. არიან. ღვთისმადლით. შერჩაკი ოპოზიციას მთლიანად ხალხის ნდობის მანდატი. არ შერჩა, მაგრამ მე ვთქვი, სხვა გზა არ აქვს. სხვა გზა არ აქვს. ვარსკვლავი არ ჩამოვარდება და ვარსკვლავ ბიჭუნას არ ჩამოგვიყვანს. არავინ ჩამოსასვლელი აღარ არის საქართველოს უკვე. ჩვენ სულ ვიყავით გარეთ, აი ის ჩამოვა გვიშველის ეს მესიანისტური იდეებს დავანებოთ თავი რა. ძალიან აფრთხობთ. რომ ვიღაცა ჩამოვა მაჭმევს, მასმევს, ხელფას დამინიშნავს, აფხაზეთს დამიბრუნებს, ცხინვალს დამიბრუნებს, ამას დავანებოთ თავი. ქვეყნის აღმშენებლობა არ არის 1 და 2 და თუნდაც 10 კაცის საქმე. გვაქვს 4 მილიონი, გვაქვს 4 მილიონი თავი გვაბია, 8 მილიონი ხელი გვაქვს და ავაშენოთ ეს ქვეყანა ერთად. ოღონდ მანამდე აუცილებლად უნდა მივეჩვიოთ თავის და კარგის გარჩევას. სხვა გზა არ აქვს. არის თუ არა ქვეყანაში თავისუფალი მასმედიისა და ოპოზიციის არსებობა ამ ქვეყნის დემოკრატიულობის და პრეზიდენტის დემოკრატობის მაჩვენებელი. არა, არ ნიშნავს ეს. აი ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ სიტყვის თავისუფლებაა საქართველოში და მაგალითად მოყავთ, რომ არის კავკასია, არის ბაესტრო. სიტყვის თავისუფლება ნიშნავს ამ შემდეგ რამეს, ჩემო ძვირფასებო. რასაც გინდა, იმას რო ილაპარაკებ, ის კი არ არის ის სიტყვის თავისუფლება. შენს ნალაპარაკებს რო ხელისუფლება გაითვალისწინებს, აი ესაა სიტყვის თავისუფლება. ამიტომ საქართველოს ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ ქვეყნად და არც არავინ არ თვლის სხვათა შორის ცალტვინა სააკაშვილის გარდა. არის თუ არა ჩვენს ქვეყანაშიც მიშიკა მტრის დასაყრდენი, ანუ მისი დემოკრატობის გამправებელი ოპოზიცია და მასმედია. ოპოზიციის ნაწილი არის ნამდვილად და ოპოზიციას აქვს მარადიული ღალატის პრობლემა. ამიტომ თქვი მე რომ უნდა მივეჩვიო თავის და კარგის გარჩევას რა. და ძალიან გთხოვთ, გულმა ვიწყები ნუ ვიქნებით რა. ძალიან მალე ვივიწყოთ ჩვენ კარგსაც და ცუდსაც. ეს კარგი თვისებაც არის, მაგრამ ცუდი თვისებაც არის. ადამიანები დღეს ჩემზე უფრო მაგარი ოპოზიციონერები არიან, რომლებიც 2 და 3 წლის წინ მიშასთან ერთად ანგრევდნენ ამ ქვეყანას. დიახ, შემდეგ თქვენი აზრით რა მოხდება თუ მტერს დასაყრდენს გამოვაცლით? თანაც ორივეს. აქ იგულისხმება ოპოზიცია და მასმედია, რამდენადაც მეთქვი წინ. გადასარევი ამბავი იქნება. ოღონდ ეს უნდა გადაწყვიტოს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ვის ჩათვლის ოპოზიციას და ვისაც ჩათვლის. ისე პრინციპში ჩემო ძვირფასებო, თუ დაუკვირდეთ, ყველაფერი ნახლად ჩანს უკვე. გამჭირვალეა, ყველაფერი ზედაპირზე დევს. გასარჩევიც არაფერი აღარ არის პრინციპში მე რომ ვკითხოთ. ყველაფერი ჩანს, ვინ როგორ იქცევა, გადამწყვეტ მომენტებში ვინ როგორ იქცევა. ვინ უშვებს უნებლიეს შეცდომებს, ვინ უშვებს შეგნებულ ღალატს. ავიც, ჩვენ ისეთი 20 წელი გავიარეთ, რომ ეს არის დაბრძენებისთვის საუკეთესო საშუალება და მე ამის დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ნებისმიერ ჩვენთან.
ხომ არ დგას დღის წესრიგში საკითხი, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეწყვიტოს საქმიანობა და გათითო კაცებულად ჩადგნენ აქტიური საზოგადოების რიგებში, რათა დახმარება გაუწიონ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საქმეში. არ ამგონია ეს ორი პასაჟი იყოს, იმიტომ რომ ახლა მაშინ ეს არის რა, რომ აი დავშა პოლიტიკური პარტიები არის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი ახლა. პოლიტიკური პარტია, მით უმეტეს ოპოზიციური პარტია არის ორგანიზებული ძალა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლის და ახლა მე ვერ ვხედავ საჭიროებას დავშალო ახლა მე ეროვნული ფორუმი, სადაც რამოდენიმე ათასი წევრი არის. და ასე ცალ-ცალკე რაღაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია პოლიტიკური პარტიები შემოძვირთვას. და იცით როგორ არის საქმე? მარტო პოლიტიკოსების საქმე არ არის ესა რა. აი რა ბედნიერება უნდა მოიტანოს ახლა რომ მე და კახა შარტავამ დავშალოთ ეროვნული ფორუმი, ორგანიზებული ძალა, სხვათა შორის ამაში მე მგონი ბევრჯერ დარწმუნდით და კიდევ დარწმუნდებით ამაში. რომ ეს ორგანიზებული ძალა დავშალოთ და რაღაც ყველას უთხრა რომ მოდი ახლა დავიშალეთ და ცალ-ცალკე რატო მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. პირიქით პოლიტიკური პარტიები უნდა გამოიყენოს სამოქალაქო საზოგადოება. პოლიტიკას აქვს თავისი წესები რა, მოქმედების წესები აქვს, როგორც ფეხბურთს, როგორც რაგბის. რაგბი არის კოლექტიური ჭუბი, ხო, მაგრამ წესები აქვს თავისი. მაგალითად სახეში წიხლი არ უნდა ჩაარტყა კაცს. ისევე არის პოლიტიკური პარტიები არის პოლიტიკის წესების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. და მე კიდე გავიმეორებ ახლა ჩვენ თუ ველოდებით ცოტნე დადიანს ისიც იდეალიზირებული არის, ისე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ახლა დავით აღმაშენებელი ალბათ არ წარმოგვიდგენია, მაგრამ ალბათ ცხოვრებაში კბილი ატკივდებოდა იმას. ცოტა ძნელი წარმოსადგენია ხო, რომ დავით როგორ შეიძლება ყბა გაუსივდეს. მაგრამ უსივდებოდა ალბათ. ასე არის ეს პოლიტიკაც, ხო? ჩვენ უვეძებთ აბსოლუტს, უნივერსალს. რომელიც ჩვენთაგანი არის უნივერსალი. როგორც პოლიტიკოსი, ისე ჩვეულებრივი მოქალაქე, მაგრამ უკეთესი და უარესის გარჩევა უნდა შეგვეძლოს. აი ეს არის, მეტი არაფერი. დასავლეთმა, ევროპამ ამითი აჯობა დანარჩენ სამყაროს, თუმცა ამისთვის ბევრი სისხლისღვრა დაჭირდა, ახლა იქ უპრობლემოდ არ მომხდარა ეს ამბები, იქ საუკუნეების განმავლობაში მიდიოდა დიდი სისხლისღვრები და მე როცა ნახეს რომ ამას ამ დაპირისპირებას, ამ შეუთავსებლობებს აზრი არ აქვს, მე დაიწყეს კომპრომისების სიარული ახლა. მაგალითად ნაპოლეონის ომების შემდეგ ინგლისი და საფრანგეთი შეთანხმდა რომ არასოდეს აღარ იომებდნენ ერთმანეთს. შეთანხმდნენ და შეასრულეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელები და ფრანგები შეთანხმდნენ რომ არასოდეს აღარ იომებენ ერთმანეთში. ასე არის ესეც ხო ახლა აი შეთანხმებები საიდან მოდის ხო აი რატო აქვთ უნარი ევროპელებს პრობლემები გადაწყვიტონ კონსენსუსით შეთანხმებები ეს შუა საუკუნეებიდან მოდის რელიგიური ომები იყო იქ აი პროტესტანტები და კათოლიკები ერთმანეთს ჯლედნენ გერმანიაში იყო ასეთი ომი 30 წლიანი ომი ქვია 30 წლიანი ვაინა ეს რას ნიშნავს ხო რომ 30 წელი მიდიოდა ეს ომი იომეს დაჟლიტეს ერთმანეთი ვერცერთმა ვერ მოიგო ბოლოს იძულებული დასხდნენ გახდნენ რომ დამსხდარი იყვნენ კათოლიკები და პროტესტანტები და დაედოთ ზავი რომელიც დღემდე არ დარღვეულა და რელიგიური ომები ევროპაში აღარ არის ჩვენც ახლა მანამდე ხომ დავჟლიტოთ ერთმანეთი ლანძღოთ ერთმანეთი მე არ გულისხმობ ნაცმოძრაობა უნდა გაირიყოს აბსოლუტურად მოკვეთილი უნდა იყოს თუმცა ამას მარტო პოლიტიკოსები ვერ მოახერხებენ ხალხმა უნდა მოიკვეთოს ნაცმოძრაობა მოდი თქვა სიმართლე სააკაშვილის ხელისუფლება მარტო 20 კაცის ხელისუფლება არ არის მას მხარს უჭერს და რამოდენიმე 10,000 კაცი ახლა 3500 უბანში რომ ყალბდება არჩევნები 3500 კაცი ხო იყავთ და მეტი აი ეს დედაკაცები რო არიან და იმაში რა ქვია სიებით რო დადიან მასობრივი არიან ისეთი ანუ კოლექტიური ღალატი არის ესა ქვეყნის ანუ რამოდენიმე 10,000 კაცი თუ რამოდენიმე 100,000 კაცი არა არის სააკაშვილის თანამონაწილე ამ ქვეყნის დარბევაში. მართლა 20 კაცის პრობლემა ხო არ არის კაცო? ვიღაცები
და ჩვენ მითუ იმ საქონელზე რო არ ლაპარაკობ, როცა ამდენი ყავს მას მომხრე, ჩვენ კიდე ჩვენი ბედოვლატობით ხელი არ უნდა შევუწყოთ. და როშია ჩემ შვილს, ამიტომ მე გაგყიდი შენ საქართველო, ეს არ არის ისა რა ქვია, გამოსავალი. ეს არის. დიახ.